ჰარი რედნაპის მთავარი ტიტული კარიერაში. პორცმუთი რაიმე პორცმუთი ჩემი კაი რანაირადო. მაგიდის დერბის მესამე სეზონის კულმინაცია იწყება აქ და ახლა. ფინალი მაგიდის დერბის და დერბის მაგიდასთან მყოფი ორივე მოთამაშე, რომლებმაც გამოიარეს საკმაოდ რთული და იმედი მაქვს ძალიან სახალისოც გზა ფინალში მოსასვლელად და თითოეული მათგანი შეეცდება და ამტკიცოს, რომ მესამე სეზონის საუკეთესო მოთამაშეა. ტატო ბაციკაძე, ალექსანდრე გაბრიჩიძე. აბა როგორ ხართ? ნორმალურად. მეც იგივე ზუსტად. მეც ვერაფერს დავამატე. დავიწყო უკვე შეხვედრების სტატისტიკის წარმოება? კი. იქიდან გამომდინარე რომ მეორე თამაშია უკვე შესაძლებელია. აქ მეორე თამაშია, ხო. აი ნახეთ, თქვენი პრიზი აქ მაქვს. Citroen C3-ის პატარა ლამაზი მოდელი. კარები იღება და საბარგულიც. აუ თქვენ ნამდვილი მანქანა გეგონათ? ის სად არის? რომელ ფილმშია? მე რაღაცას ვასხამდა რომ ისდება. აი, ერთ-ერთი თქვენგანი აქედან წავა Citroen C3 თბილისში, ამ პულტზე დააჭერს თიც და რომელი მანქანაც გაიღება, იმას ჭაჭდება და თქვენი იქნება. აბა თქვენიც. წარმატებას გისურვებთ. მადლობა. უკეთესი იქნება და ორი გასაღები ყოფილიყო. დაგიმატებენ იქ, დაგიმატებენ. არა, ორივე სულ შეკვადრო და თქმა უნდა. მეორე პრიზიც გვაქვს სხვათა შორის. ოღონდ ამას ჯერ არ გეტყვით. ხო. მეორე ადგილისთვის პრიზი გვაქვს. კარგი, აბა, მოვემზადოთ და დავიწყოთ. ეს არის მაგიდის დერბი, მესამე სეზონი, ფინალი, რაუნდი პირველი. ჩამოთვალე. სანამ თამაში დავიწყებთ, აქვე შეგახსენებთ ევროპაბეთ სპორტის მიერ დაწესებული ძალიან მაგარი პრიზი მესამე სეზონის გამარჯვებულისთვის. ეს არის Citroen C3 Shine კომპლექტაციით. Citroen-ის 2024 წლის მოდელი და ამავე წლის ერთ-ერთი ბესტსელერი. Citroen-ის საუკუნეზე მეტია უკვე რაც ავტოწარმოებაშია და მისი მოდელები ყოველთვის გამოირჩევა ძალიან დახვეწილი და ინდივიდუალური ხელწერით. გამარჯვებული პირდაპირ Citroen თბილისი ცენტრიდან გამოიყვანს ახალ მანქანას. ახლა კი ჩვენი სამი შეკითხვა პირველი რაუნდის. ჩამოთვალეს პირველი კითხვა, მეორე და მესამე. წავიდა. აბა ვნახოთ. შეკითხვა პირველი. კარგი სახალისო კითხვა, არის ნერვიულოთ. ჩემპიონთა ლიგა ერთზე მეტი კლუბის მაისურით სულ 25 ფეხბურთელს მოუგია. ჩამოთვალეთ 25-ვე. არა, 24, იმიტომ რომ ერთს მე ვიტყვი, რადგან 25-ია. სამი სხვადასხვა გუნდით რომ მოიგო, ისეც ვიტყვი. ეს არის კლარენს ზედორფი. დაწყებაზე გადავწყვიტოთ ჯეირანით. ჯეირანი. ავი. კრისტიანო რონალდო. თუნდა ამდენი ფიქრი დასაწყისშივე. არა, რავი, გამიჭირდა ახლა ვფიქრობ, ვერ ვიხსენებ სიმართლე რო გითხრა, ბევრს მაინც და მაინც. ბიჭო, არ მახსოვს არა, მართლა ვერას ვერ ვიხსენებ. 20 რამდენი ფეხბურთელი იყო? 24-ია წარმოიდგინე. შემი რა, არა, კაი სტრაიკი იყოს პირველი. დადიხან ვიქეთ. გავიდა უკვე ბევრი დრო, ეს სტრაიკი არის. ტონი კროსი. ტონი კროსი. სწორია მეორე პასუხიც. ფილიპო ინძაგი. ინძაგი? ინძაგიც სტრაიკია. ძიმედ დაიწყე. დავით ალაბა. ალაბა სწორია. მასა ერთეულსაც ვერ ვიხსენებ. სამუელ ეტო. სწორია. ედვინ ვანდერსარი. ვანდერსარიც სწორია. ვერავის ვერ ვიხსენებ ისიც. სანდრო? აი აზრი არ აქვს. მესამე სტრაიკი დრო ამოიწურა უკვე ძალიან ბევრი დრო გავიდა. შესაბამისად პირველი კითხვა შენია. კიდევ ვინ გასვლდა? მატეო კოვაჩიჩი, ანტონიო რუდიგერი, მანჩესტერიდანაც არის, ივანიდანაც. კი ბატონო, რუდიგერიც სწორი იყო. აიაქსელები რო გადაბარგდნენ. ჩამოგითვლით მაინც. აიაქსელები просто ყველა ბარსელონაში წავიდა და არ მოუგია ბარსელონა. შენ არ პიკეც იყო ასეთი. პიკე მანჩესტერთან. პიკე, ხო. კი ბატონო. რედონდო, შაკირი,
სტარიჯი. პირველი შეკითხვა შენია, გადავიდეთ მეორეზე. Вообще, რო თქვი და ზედორფი რო თქვი, უცებ თავში იმან კრისტიანო რო თქვა, სიცოცხლე вообще რა უნდა გავიხსენე. შეკითხვა მეორე. მსოფლიო ჩემპიონატების ფინალებში 2 ან 2-ზე მეტი გოლი 12 ფეხბურთელს აქვს გადადილი. შეძლებს დაგვარად გაიხსენეთ ეს ფეხბურთელები. ასეთი პასუხი 12-ია უკვე ვახსენე კითხვაში და ამიტომ აღარ ვაკონკრეტებ და მეც აღარ ვასახელებ. მე დავიწყებ ახლა ხუთი ნაგაბა. კი ბატონო. მესი. პაპე. სწორია. ზიდანი. სწორია. რონალდო. ლუის ნაზარიო დელიმა. კი, რა თქმა უნდა. კემპესი. მარიო კემპესი სწორია. მიდიხართ ნერნერა წასულში. რუმენიგე. რუმენიგე. არა, პირველი ერთი აქვს რუმენიგეს. კი ბატონო. ელე. ელე სწორია. სტაბილეს ხო აქვს დუბლის შესრულებული ფინალში. კი, მეგონი, კი. არ არის სტრაიკი. ჯეფერსტი. ჰერსტი სწორია. აღარ გაჩეს ნომის უფლება. თავში ბლეკაუთი მაქვს. მე მჭირდა ეგრე წინას. მსგავსი ორი გამოვიდა. კიდევ სუჯრაში? მარაგი? ვავა. კი, ორი. ვავა? ანუ ვავას ამობ ემოციით თუ ვავა ფეხბურთელს? ფეხბურთელს. კი ბატონო. ვავა, კარგია, კი. არ არის ვავა, სწორი პასუხია. ჰელმუტ რანი. ჰელმუტ რანი სწორია. რამდენი დაგვრჩა? თქვენ დაგვრჩათ 3. კიდე გაქვს მარაგში? ერთი ტიპი მყავს. არა, მართლა ბლეკაუთი მაქვს თავში. ოქჩით? მე მგონი კი გავს სტრაიკი. მესამე სტრაიკი, ვინ ქონდა კიდე? ბრაიტონი. ერთადერთი ორ ფინალში გამტანი. და ძველებიდან დაგვრჩა 2 კიდე, რომელიც ვერ გაიხსენებათ. ესენი არის ჯინო კოლაუსი და სილვიო პიოლა. კოლაუტი და პიოლა, ხო, იტალიელები. ხო. 34-18. მაგას ვერ გავიხსენე. პიოლა შეიძლება გამერტყა პროსტატ ორი ეს ვერ გავიხსენე. ეს მეორე შენ. და მესამე გადამწყვეტი შეკითხვა პირველი რაუნდის მოსაგებად. ჩამოთვალე კლუბები, რომლებსაც 1990 წლიდან დღემდე ინგლისის მთავარი სათავსო ტურნირი ასოციაციის თასი აქვს მოგებული. რთულია? რამდენია? ასოციაციის თასი. ასეთი 10-ია. 10-ია, მეტი არ არის 90-დან? 90-დან დღემდე. ასოციაციის თასი. კაი. შენ წებ ამჯერად. არსენალი. სწორი პასუხია. მანჩესტერ სიტი. სწორი პასუხია. მანჩესტერ იუნაიტედი. რა თქმა უნდა, ესეც სწორია. ლივერპული. ლივერპულიც სწორი პასუხია. ჩელსი. ასევე სწორი პასუხია. ალბათ ერთსა სიტყვით და მერე გაჭირდება. ჩემი აზრით. თუ უკვე გაჭირდა. ახლა უკვე ისეთ გუნდებს მივადექით, რომ აი კაცმა არ იცის მოუგიათ თუ არა მაგათ. ჯაი ტოტენჰემი, ადაც მოიგო. ტოტენჰემ ჰოტსპური 1990-91 წლების სეზონი მოიგო დიახ ლესტერ სიტი. რივენებლზის სპორსი. შენ რა თქვი? ლესტერ სიტი. ლესტერ სიტის მოგებული აქვს. 2020-2021 წლების სეზონში. ისთან წავა ეს შეკითხვა. ვიგანი. ვიგან ატლეტიკი. სწორი პასუხია. ბენ უოტსონის თავრის სიტის კარში. ბუმს. დაგვრჩა 2012-13 წლებში. 4 დარჩა. 4? 6 თქვით. დაგვრჩათ 2. 2 დარჩა. ვათქვით. ჩემი კაი. 2 გუნდი დარჩა. აი, მოდი მე ვიტყვი სანდერლენდს. მათ მახსოვს რომ მოგებული აქვთ. სანდერლენდი სტრაიკია. მაშინ ეს უნდა გაურისკო, მაგრამ მე მგონი ამათ არ მოუგიათ 90-ის მერე. უიმბლდონი. ასევე სტრაიკი. თითო სტრაიკი გაქვთ 2 სწორი პასუხია დარჩენილი, წრე დამთავრებულია, შენ იწყებ ახალ წრეს. შეიძლება ფრეც მოხდეს
სანამ სამ-სამჯერ გასტრაიკდებით, ვიღაცა მიმორიგუნიდან ერთი უნდა გაიხსენოს. საკმაოდ სახალისო და დაძაბული ამბავი ხდება. Leeds United. მეორე სტრაიკი. ნაუმაგის მოსაპირეებია. რა გინდა გამოგირიცხა დაგეხმარა. ო, მაგრამ მილიარდი გუნდია ჩემი კაი, რომელი იყო, კაც მარიცის თო. იყო Southampton-ი. სტრაიკი ასევე. აი, როგორ დაიძაბა. ორი სტრაიკია, ხო? იღებ იმან უნდა დაადასტუროს თავის მოგება. თუ არა და Middlesbrough. Middlesbrough სტრაიკია. შენ თუ გაიხსენებ, მოიგე თუ არა ფრეა. ვახ, შემთხვევით თუ გაარტყას ახლა. აი, ამ მომენტში შემა ეს გუნდი და არა აქ ამ გუნდს მოგებული აშკარად. რატომღაც მინდა ამ გუნდის თქმა და არ ვიცი რა. ანძი გუნდი. თან დრო. აი, ნორვიჩი. ეს რაუნდი დამთავრდა. ფრედ, ეს მესამე სტრაიკი იყო შენთვისაც. ევერტონს და ნიუკასლს არ აქვს მოგებული. ესე იგი, ჰარი რედნაპის მთავარი ტიტული კარიერაში პორცმუთი, ვაიმე, ბიჭო, პორცმუთი რანაირად. ვაიმე, პორცმუთი, ჩემი, აი, რანაირად, რანაირად არ გაგვახსენდა. და ფერგის იუნაიტედი 0-1 დამარცხებული, პოლ რაიდაუთი, ევერტონი. ევერტონი. მე თქვა რა, აი, ფიქრობდი, ან ევერტონი თქვიან ნიუკასლი თქო რა, ფიქრობდი, ან ერთი თქვიან მეორე რა. რანაირად დამოუწყო. თქვი რა. საფინალო თამაშია. ფრე, პირველი რაუნდი, პორცმუთი, ბიჭო, კანუმარ გაიტანა. საფინალო პორცმუთი უნდა გვეთქვა ორივეს. უეჭველი უნდა გვეთქვა პორცმუთი. კანუმარ შეაგდო და ჟეგოლი, მე მგონი კანუმ გაიტანა. გადავედით შემდეგ ეტაპზე მეგობრებო. მეორე რაუნდი. ნორვიჩის დედავატი. მარათონი. ნორვიჩია თქვა. არ ვიცი, აი, ამ მოიჩემე ხო, ეს ნორვიჩი. ბლეკბერნი მაინც გეთქვა. აბა. ფრედ დასრულებული პირველი რაუნდის შემდეგ ვთამაშობთ მეორე რაუნდს ბარათონს და ვირჩევთ 1-დან 5-მდე პაკეტს, რომელზეც უნდა ვითამაშოთ. რადგან გამარჯვებული არ მყავს წინა რაუნდის, თქვენ თვითონ შეგიძლიათ მეგობრულად შეთანხმდეთ და აირჩიოთ, რომელიც გინდათ 1-დან 5-მდე. შეთანხმდით და გადავწყვიტეთ, რომ იყოს ყველაზე ისეთი უჯრა, რომელიც ანათებს აქეთ 5-იანი. რომელი ეგა? 5. 5. კი ბატონო. ყველაზე წინ არის გამოწეული თქვენსკენ. ალბათ მაგას გულისხმობთ რაღაც ლოგიკაში. კარგი. ბარათონში ჩვენ თავაშობთ შემდეგ თემაზე. ჩვენი მეზობელი თურქები. რა, კაი ამბავი. ან ფეხბურთელებია, ხო, საუბარი? ფეხბურთელები. წიდი აქვს თურამე. ჩვენ გვაქვს 18 ბარათი, თამაშობთ მე თხულაზე. მარტივია. თურქი ფეხბურთელები დაგვხვდებათ იქ. დაიწყებ. დაიწყეთ. აქ ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყებს. ნომერი? ნომერი 9. ეს არის ილდირაი ბაშტური. ერთი ქულა შენ. საჩემო კაცი, სულიყო აქეთ. ნომერი 10 გახლავთ ნიჰად ქაჰვიჩი. დიახ ბატონო, ეგ არის. თუ გაიქერი მოგლო. სწორია. უმით დავალა უნდა იყოს ეს. ეგ არის. ანახე. მილანის ფორმითაა ძველი. ეს არის თორსე ვულკანი. კი, ვულკან დემირელი, სწორია. რუშტუ რეკბერი არის მე-6 ნომერი. ხო, ясნი იყო რომ იქნება. კი ბატონო, ბარსელონას იმით. მაიცა. ო, ეგრეა. ბიჭო, შენ იცანი? მე მგონი დავინახე. კი, ის არის. აუ. ხარ თვალწინ რაღაც მომენტები ახსენდება როგორ თამაშობს. კაზიმ რიჩარდსი, კოლინ კაზიმ რიჩარდსი. კი, სწორია, სწორია. ნომერი 11. რომლის გვარის დამავიწყდა ლესტერში რო იყო რა გვარია. მუზი იზეტი. სწორია. იზეთი. მაზით მუზი. არაფერს არ აფუჭებ. ჩემ მეცნობა ძალიან მაგრამ. დემირალი. ბიჭო ეს რა. არა, კაპუჩდა ერთი. ილმაზი, ხო. ილმაზია ეგ. ნომერი 3 და ეს უნდა იყოს მეჰმეთ აურელიო. კი ბატონო, სწორია. ნომერი 17. თუნჯაი შანლი. შანლი, ეგ არის. და ოზან კაბაკი ნომერი 7. ოზან კაბაკი, სწორია. ვა, აი დამერხა. იცი?
ორი ვარიანტი მოს. ხო, მაგრამ თუ ვიხსენებ ამათი მაშინდელი კაპიტანი ვინ იყო ამ იმისი გალათასარაის. ჰაკან შუქური მაინც ამბობა. არ მახსოვს. თანდრო? არ მახსოვს. არა იულენდ კორკმაზი? ეგ არის. ეგ იყო. იულენდ კორკმაზი. 12 ჯენკ ტოსუნი. ჯენკ ტოსუნი სწორია. ცოდნია შენ თურქები ყველა. ჩენგიზუნდერი. სწორი პასუხია. ნომერი 14 ემრე ბელოზოღლუ. კი, ეგ არის და პრინციპში მოგებულია ეს რაუნდი. ალექსანდრე მოიგო, ეს ორივე მაიგეთ ბოლო, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ქონდა ამ შემთხვევაში. ეს რაუნდი შენია. 1-0 საერთო ანგარიში და იწყება მესამე რაუნდი. პაპა კარლოს 5. მაგიდის დერბის მესამე სეზონის მესამე რაუნდი პაპა კარლოს 5. პირველი ფრედნად დამთავრებული რაუნდისა და მეორე გაბროს შენს მიერ მოგებულიდან გათვალისწინებით, მესამე რაუნდი შენთვის თამაშის გაგრძელება არის, თუ შენ მოიგებ, მაშინ მთლიანად თამაშის მოგება, მაინც ხაზი გაუსვათ ამ მდგომარეობას. ჩვენ გვაქვს 10 პაკეტი და შემდეგი თემები. გავიაროთ. ძმების კონვერტი, გაშარული ბერძნები, ჯერჯერობით ერთმაისურიანები, ფეხბურთი და ლიტერატურა, ქართველები დასავლეთ ევროპაში, ფეხბურთი ზაფხულის ოლიმპიადაზე, ბუცები და ხელთათმანები, ნაკრებში დაწუნებულები, ვიტჯორჯიელები და ბრჭყალებში პირველი პირები, ესეც ალბათ მინიშნება, რაზეც არის ალბათ ხვდებით. შეგვიძლია დავიწყოთ და მოვემზადოთ. ამ შემთხვევაში შენ იწყებ. წინა რაუნდი დატომ დაიწყო. ჯერჯერობით ერთმაისურებიანები, თუ როგორ ქვია? ჯერჯერობით ერთმაისურიანები. ერთმაისურიანები. აბა დავიწყოთ. Vamos. წავიდა. ამ კაპიტანს სხვა კლუბში არასოდეს უთამაშია, მაგრამ გახდება თუ არა მეორე ბარეზი, ამას დრო გვიჩვენებს. დავიდი კალაბრი. სწორია, ნახეთ როგორ დარწმუნებული იყო პირდაპირ მიითვალა. კაპიტანი ეგა მილანით, მაგრამ დაინტერესდა. იყოს. დავტოვოთ პაკეტიო. ამ კაცს ბოლო 9 წელია მანჩესტერ იუნაიტედის ფორმა არ გაუხდია. იუნაიტედში გატანილი გოლების მხრივ კი კრისტიანუმდე სულ რაღაც 10 გოლი აშორებს. იცი, მაგრამ ემან რამე შეცდომა არ იყოს 10 წამი ბოლომდე ავითვისოთ და გამოვრიცხოთ ამბავია? გაშორდ. კი ბატონო, წაიღე. დავტოვოთ. დავტოვოთ, ხო? კი. ამოვწურეთ პირველი პაკეტი. მაქსიმილიან არნოლდს ბუნდესლიგის ამ კლუბთან ბოლო 14 სეზონი და 428 მატჩი აკავშირებს. მაგარი ერთ გოლია სხვისკენ არც გაუხედავს. ვოლსბურგი. სწორია. აღარ ჩავთ. ვერ მოვასწა. განვაგრძოთ. პირველი პირები რა არის ნახოთ აბა. პირველი პირები? შავიღებდი. კარგი. მეორე კატეგორია დაგქონდა. ელცინ ტეხედას მამას ალბათ ცოტაში ჰქონდა. როდესაც შვილს სახელი ბორის ელცინის საპატივცემულოდ დაარქვა. ტეხედამ მერე ამ ნაკრების ფორმით ZZ3 მუნდიალი ითამაშა, სადაც ბოლოს კატარში გერმანიასაც კი შეუგდო. კოსტა-რიკა. დიახ ბატონო, სწორია. რა ხნა დავტოვოთ, მოდი. დავტოვოთ. მეორე შეკითხვა. ამ პაკეტიდან. ლუის ცაკარიასმა გერმანიაში გზა ბევრ ფეხბურთელს გაუყვალა. მაგალითად, პაოლო გერეროს, კარლოს ამბრანოს და მათ შორის ამერიკის ამ მესამე პრეზიდენტს, რომელიც შალკედან და PSV-დან გვახსოვს. ჯეფერსონ ფარფანი. არაც ჩარტვა, არამედ ეს ჩემი ხედვა იყო. მოიდა დავამთავროთ. დავასრულოთ. Red Bull Leipzig-ის ეს კაპიტანი 9 სეზონია ბუნდესლიგაში თამაშობს და საკუთარი ქვეყნის ორბანი. მიითვალება. მოდი ნაკრებში ვინ დაიწუნეს ეგ ნახოთ. ნაკრებში დაწუნებულები. პირველი შეკითხვა. მამამისი ფაბიო 1969 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში ჩემპიონი მილანის კარში იდგა. თვითონ 1993 წლის ფინალში მილანის სკამზე სებასტიანო როსის ბექაპი იყო. კარგი სახელის მიუხედავად, არც ფაბიოს და არც მის ვაჟს იტალიის ნაკრებში არასოდეს უთამაშიათ.
აიხსენე მამაშვილის გვარი. გავიდა დრო. ფლავიო რომა. არასწორი პასუხია. 5 წამი. დრო. არ მახსოვს. ბუფონი. ვაჟი იყო კარლო კუდიჩინი. კარლო და ფაბიო კუდიჩინები. საერთოდ არ მახსოვს. დაუბრუნდა ეს. გააბრუნდა. ნაკრებში დაწუნებულები. იყო ძმების კონვერტია. იყოს ძმების კონვერტი. ერთ სამხრეთ ამერიკა მაინც იყოს ორივეს გაგვისწორდებოდა თან. იმიტომაც არ გაქვთ ორივეს რო გაგისწორდებოდათ. ყოფილიყო ისეთი ორივეს რო გაგვისწორდებოდა. ეს იყო გრინჩის იცი. წავიდა. ჯუდ ბელინგემი ამ კლუბის სტრიმებს გიჟივით უზის, რადგან იქ მისი ძმა ჯობი თამაშობს. სანდერლენდი. ვისი? სანდერლენდი. ხო, სწორი პასუხი. ეგეთ მარტივი მოვა კიდე მანდ და აბარა, ვიღებ იყოს? კი, იყოს, ავიცი. მე არ დამბრალო მე. არ გაბრალებ არაფერი. მეორე შეკითხვა. რასმუს ჰოილუნდის ძმა ოსკარი წელს უკვე ბუნდესლიგის ფეხბურთელია და დოიჩე ბანკ პარკის ბინადარ ამ კლუბში თავის დამკვიდრებას ცდილობს. რომელ კლუბში მოვიწყდა? დამავიწყდა. რო? არ ვიცი. არ ვიცი. არჩი იყოს გლადბახი. არა, გაქვს 5 წამი. წავიდა. დამავიწყდა. დოიჩე ბანკ პარკი მაინც ვიცოდე ეს სტადიონი. რო? აუგსბურგი იყოს. არა. აუგსბურგია? ფრანკფურტის აინტრახტი იყო ეს. ამასოდან ალბათ. ძმების კონვერტი და ავიღოთ ბოლო კითხვაც. ავიღოთ. ბოლო შეკითხვა. გრაფს ხაპის აღზრდილ ამ ძმებს ნიუკაზლში ერთად ყოფნა არ დასცალდათ, თუმცა ერთად ნარინჯისფერი ფორმით თამაშობდნენ. პასუხი? არ ვიცი. ჰოლანდიელი ძმები. შეიძლება. 5 წამი? თავიჯერ გაგახსენდა? ბოლოს? დრო? არჩევ. ანიტა. ნუ ნანიტა მახსოვს ნიუგასში. ესენი იყვნენ დეიონგები, გვარი ძმები. აიმე დეიონგი, ბიჭო, ვერ გავიხსენე ნიუკასლში. ორივე იყო სინიც, სიმ დეიონგიც იყო და ისიც ლუკიც. ვახ, ვის არ მახსოვდა. Yes. კაი, მე ვიღებ ხო? კი ბატონო, 4 წამი ანგარიში. დაუბრუნდეთ მოდი ნაკრებში დაწუნებულებს. ნაკრებში დაწუნებულები კი ბატონო. ეს საყრდენი ვენგერმა 1997 წელს მონაკოდან დაიმატა. ეს მცველი კი 2002 წელს ლილიდან. არსენალში ორივე მერთად 267 მატჩი ჩაატარა, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებში არასოდეს უთამაშიათ. ორივე უნდა ვთქვა? დიახ. ერთი მახსოვს. დრო. მეორე არა. აქ შენი გადასაწყვეტია, შეიძლება დაეხმარო. ხო არა, იმ ერთს არ ვიტყვი, მეორეს თქვი? ნაღდად ვერ ვიხსენე. აზრი არ აქვს. ნაღდად ვერ ვიხსენე. ამიტომ აღარ ამბობ ამ ერთსაც. წავიდა 5 წამი. არ ვიცი. ამოიწურა. ერთი პასკალ სიგანია კი. და მეორე არ ვიცი. ციგანია ლილიდან დამატებული. ხო, რა გახსენდებათ? ახალმცველი ვინ იყო რომ ნაკრებში? გრიმანდი. ჟილ გრიმანდი მეთქვა. მაგრამ ნუ თან მონაკო და ეგეთი. არ გამახსენდებოდა 100 წელი ჟილ გრიმანდი. თუმცა ტაქტიკურად სწორისვლა იყო ერთი, მეორე რადგან არ იცოდი, ერთი რო გეთქვა დაეხმარებოდი, რომ სოფო. აქ არ უნდა ვთქვა ხო. დაუბრუნდა ეს ნაკრებში დაწუნებული. კი, დაუბრუნდა. ინებეთ. ოიტა აბა იყოს ფეხბურთი ლიტერატურა. ფეხბურთი და ლიტერატურა. ჩემი ფავორიტი პაკეტი. შეგაიცი რა არის იგი. თუ შენიც. გაგიკვირდება და ვიცი. კაი. წავიდა. 2015 წელს ცნობილმა მწერალმა ჯულიან ბარნსმა წმინდა იაკობს თხოვა ეს კლუბი გავარდნისგან ეხსნა. თხოვნა ისე შეუსრულდა ჯულიანი ყველაზე ტკბილ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა. რომელ გუნდს ხომაგობს მწერალი? არ ვიცი ჯულიან ბარნსი რომელს ხომაგობს. კაი მწერალია ძალიან მელოსება 10 მცნება მის ციგნი მაგალითად.
მაგრამ წლიდან გამომდინარე ალბათ ლესტერი. ეგ არის, მითვალე. სწორი პასუხია. კარგია, და? კარგი. ეგაც მარტივი ჩანდა და არ ვიცი ამოვა თუ არა ისო და ამიტომ ნაკრებში დაწუნებულები იყოს ის. გეკუნება ეს ძალიან გემარტივებოდათ ახლა. ხო, მაგრამ რაც ერთი ცოტა მარტივი ხონდა იყოს. კი, ერთი ცოტა მარტივი ხონდა იყოს მან. მაგის იმედზე ვიღებთ ახლა ჩვენ ამ შეკითხვას. ბოლო შეკითხვა ნაკრებში დაწუნებულებს და ვნახოთ ამას მაინც თუ აიღებთ. იმ ორის მერე. მსოფლიოს ჩემპიონი ეს მეკარე მიუნხენის ბაიერნის ღირსებას 1982-1994 წლებში იცავდა. მაგრამ ნაკრებში შანსი სულ 4-ჯერ მისცეს. ანუ იწუნებდნენ 10 წამი. ვინ იყო ეს მეკარე? ესეც რთული გამოდგა. შენი სახის გამომეტყველებიდან ვამბობ. გადაულოცო, მივცე 5 წამი. წავიდა. აძა მსოფლიოს ჩემპიონია ბიჭო. 90-იან, ხო? გავიდა? არ არსებობს ეს იყოს, თქვი ხა? ბოდოილგნერი, მაგრამ. არა. ამ მეკარის სახელი და გვარი არის რაიმონდ აუმანი. აზეა ვარ. ესე იგი, ჩვენ გვაქვს, მოდი გადავხედოთ, 5-3 გვაქვს ანგარიში, ჯერჯერობით ატოიგებს და დაგვრჩა ვით ჯორჯიელები, ბუცები და ხელთათმანები, ქართველები დასავლეთ ევროპაში, ფეხბურთი ზაფხულის ოლიმპიადაზე, ფეხბურთი და ლიტერატურას ერთი კითხვა აკლია და ორი კიდევ არის. გაშარული ბერძნები რაღაცა შარი სიტყვა ეთყობა, გაფრთხობთ და არიღებთ. ფეხბურთი და ლიტერატურაში ესეთი კითხვა იყო, აი. მოიდა ისევ რა. იყოს ფეხბურთი და ლიტერატურა. მეორე შეკითხვა. ავსტრიელი ნობელიანტის პეტერ ჰანდკეს 1970 წელს გამოცემული ამ მოთხრობის სათაურში ის ფენომენი გვხვდება, რომელიც ალბათ კარის ყველა დარაჯს გამოუცდია. მერე ამ ნოველაზე ვიმ ვენდერსმა ფილმიც გადაიღო. რა ქვია ამ ნოველას? ხო ვერ გავიგე. ალბათ კარის ყველა დარაჯს გამოუცდია. ზუსტი სახელი უნდა მითხრა ნაწარმოების. ამ ფილმით გაგახსენდეს, თან დრო გავიდა. ალბათ არის დრო. ხემელი ფოთოლი. არა. წავიდა 5 წამი. გავიდა 5 წამი. თუ არიცით, რთული ამოსაღებია თან მეკარიან ახსენები. ეს იყო, როგორ? ანენკა ხო არის? არა. ახლო ტრიალებთ, მაგრამ მაინც ან ფილმით, ან ნაწარმოებით თუ არა ფილმით მაინც ამას ერქვა მეკარის შიში 11 ვაიმე. სახელი გეცნობა ეს ფილმი გამახსენდა მეკარის შიში 11 მოლოდინში. ფილმსაც იქნებ ფილმი. არა, კი, ეხლა რო თქვი, მე გამახსენდა ეს ფილმი, ხო, მეკარის შიში 11 მოლოდინში. თან ფეხბურთზე მაგას საერთოდ არ არის, ამდენადაც ვიცი, ანუ როგორც მახსოვს ფეხბურთზე არაა საერთოდ. ხო, არის. ანუ ესე არ არის ფეხბურთზე რა, ფილმი. აუ. კიდე ერთი კითხვა აქ დავაბრუნებ, მე აღარ გიბიძგებთ. გაშარული ბერძნები. გაშარული ბერძნებიო. ამ გოლში მონაწილეობით ამაყი ვარ და არა შეურაცხყოფილი. ამბობდა ეს ბერძენი 2002 წლის 2 მარტს გასულ გოლზე. 2002 წლის 2 მარტი. ანგელოს პასინას. არა, სწორი პასუხია. ბერძენი რო თქვა თუ გოლი? ბერძენი. ნიკოპოლიდis. არა, ვერ აიღეთ. ბექემის გოლია ალბათ ჯარიმა რა? არა. აბა? გოლი არ გაგახსენდა, დაბიძასის. ბერკამპი. დაბიძასი ამბობდა ამას. გადავაკეთე. მოიდა იყოს ქართველები დასავლეთ ევროპაში, ნახოთ რა. ქართველები დასავლეთ ევროპაში. ისრაელის ნაკრების ქართული გვარის მქონე კანდიდატი ჰაიმ მეგრელიშვილი ქართველების გამოჩენამდე ამ კლუბის ფეხბურთელი იყო. დრო? ციურიხ. არა. 5 წამი? ფრაიბურგს ვიტყვი. არა, გაჭირდა ესეც. არნემის ვიტესი.
მოდი ვცადოთ რა ბუცები და ხელთათმანები იყოს. ბუცები და ხელთათმანები. ავსტრალიელმა კრეიგ ჯონსტონმა ლივერპულთან ერთად 80-იანებში 10 ტიტული, მათ შორის ჩემპიონთა თასი მოიგო. ბუცის ლურსმანზე ჩამოკიდებიდან მალევე თავისი ხელით შეკერა იმ ბუცის პროტოტიპი, რომელიც შემდეგ მსოფლიოს ზიდანმა, ბეკემმა და ჯონი ვილკინსონმა გააცნეს. ბუცი უნდა ვთქვა? ხო, სახელი. რა ერქვა მაგ ბუცს? მეკანა რაღაც სხვა. დრო. არ ვიცი, პრედატორი, ჰა. მაგის თქმას ვაპირებდი მეც. სწორია, ხო? სწორია. პრედატორი ვიცი ერთადერთი ბუცი ვიცი პრედატორი, მეც მაგის თქმას ვაპირებდი. ხოდა რატო ინერვიულად ეგ იყო? აი. იყოს ქართველები დასავლეთ ევროპაში. იმედია ჰაიმ მეგრელიშვილზე არ მოვაგიდე კიდე. ქართველები დასავლეთ ჰაიმი ვიცი, ტალბენჰაიმი. ჰაიმ რევიო. ხო. გაიხსენე ბერლინის ვესტენდის პატარა კლუბი, რომელშიც ჯაბა ბებუას, გელა ინალიშვილს, რეზუ არველაძეს და კახა კაჭარავას აქვს ნათამაშები. ბერლინის ვესტენდი, ისე მიყურებ რაღაც კიდევ უნდა მომეცა და კონკრეტება ალბათ. შემაშინა. რეზუ არველაძის გერმანიაში ორი კლუბი მახსოვს მარტო და ერთი კელნია, შესაბამისად ეგ არ იქნება და მეორე არის ჰომბურგი და ამიტომ იყოს ჰომბურგი. არ არის სწორი. აბა 5 წამი შენ კიდევ ერთხელ. მოსაფიქრებლად. ვესტენდი. ვიქტორია ბერლინი. არასწორია. ტენის ბორუსია ბერლინის მუნდია. ხო. ტენის ბორუსია ბერლინი. ბოდიში. აჰა, აირჩი. ბერძნები. ბერძნები გაშარული სად არის? შემდეგი შეკითხვა. ამ კაცმა მონაკოს ფორმით 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში 80 ზიკოსი, აკის ზიკოსი. კითხვის დაუმთავრებლად 5-5. მეტი არ ხავდათ. გათანაბრდა. ზიკოსი, მოდი დავამთავროთ. დავამთავროთ? გერმანიაში გაზრდილი ამ ბერძენის ოდისია 2024 წლის 26 მარტს დინამო არენაზე ნიკა კვეკვესკირმა დაასრულა და სახლში გაუშვა. ვლახოვდინოსი? აჰა. ეგ არის ოდისეას ვლახოვდინოსი, სწორია. მოდი ზაფხულის ოლიმპიადა ვცადოთ რა. კარგი. ფეხბურთი ზაფხულის ოლიმპიადაზე. 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადაზე ფენომენის ოქროს მედლისკენ სვლა ნახევარფინალში ამ კაცის ოქროს გოლმა დაასრულა. ამ კუთხაზრი არ აქვს. რა თქმა უნდა, არ უნდა ჩამერთო. სწორი პასუხია. მოდი ფეხბურთი ლიტერატურა დავამთავროთ. დავამთავროთ ფეხბურთი და ლიტერატურა. ბოლო შეკითხვა. ბოლო სეზონებში ეს ინგლისელი ვარსკვლავი და საზოგადო მოღვაწე ფეხბურთში კი ჩაქრა, მაგრამ საბავშვო ლიტერატურაში აკაშკაშდა და თავის სერიაში საუზმის კლუბზე მოგვითხრობს. რაშფორდია როგორც მახსოვს. მარკუს რაშფორდმა დღეს 2 ქულა მოგიტანა. 1 მაისურით და ამ პაკეტით. მოდი ბუცები და ხელთათმანები იყოს. კარგი. ბუცები და ხელთათმანები. ვიცი. კიდევ ერთი შეკითხვა აქედან ერთი გავიარეთ. 2023 წლის ზაფხულში ჰარი კეინმა კლუბთან ერთად ბუცებიც შეცვალა და ფაქტია, ამას არ ნანობს. ეს კალიფორნიული ბრენდი ფეხბურთში თავის დამკვიდრებას ცდილობს. რა ჩაიცვა რომელი ბრენდის და New Balance. ცდილობს? ჰა? New Balance. არასწორი პასუხი, აჰა, შენ 5 წამი. რამე, რომელიც ეხლა ცდილობს? გაზზე არ ვიცი. კალიფორნიული არ ვიცი, რამით რო გასულიყავით როგორ მე. სკეჩერსი იყო. სკეჩერსი ხო? დიახ. გაზზე არ ვარ. არ ვიცი ეს თემა რა დავავიღე, რა მინდოდა. მოდი არ მოსწონს არაფერი რაც დარჩა. რა გავაკეთო? შედაგურჩი. მე ხო რას ამბობ? მესმის გასაჭირი ვიზი არა. დატო, გაიღვიძე, დატო.
ნუ აი, ყველა ვარიანტი მწვანე უნდა ავიღო რომელიმე, მაგრამ ფეხბურთი ოლიმპიადაზე იყოს. იყოს ფეხბურთი ზაფხულის ოლიმპიადაზე. ზაფხულის ოლიმპიადაზე ფეხბურთელების მოქმედი სელექციის სისტემა იმ ოლიმპიური თამაშებიდან იღებს სათავეს, რომლის ბომბარდირიც ფინალში გოლის ავტორი ანჯეი იუსკოვიაკი გახდა. აბა გაიხსენე სად იყო ეგ ამბავი. ოლიმპიადა უნდა ვთქვა, რომლის ბომბარდირის გახდა იუსკოვიაკი? ალბათ 92. სწორი პასუხია. ბარსელონაში. დავტოვოთ. დავტოვოთ 8-6 და იგივე პაკეტიდან გაბროს შეკითხვა. ამ სკანდინავიურ ქვეყანაში საკლუბო ფეხბურთი პროფესიული მხოლოდ 1986 წლიდან გახდა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მოყვარულების ტურნირზე, ანუ ზაფხულის ოლიმპიადაზე ამ ნაკრებს 3 ვერცხლი და 1 ბრინჯა უაქვს. ნახე, ბევრი ინფორმაცია. ვერ მივხვდი კითხვა. აბა მე ჩავფიქრდი კარგად, მაგრამ დროც გავიდი და დავუჩქარი. სკანდინავია ისლანდია იყო. არა. შენას ფიქრობ, ვაიმე. ოლიმპიადებზე წარმატებული გუნდი ერთი მახსოვს სკანდინავიიდან, მაგრამ ოქროც მახსოვს რომ მოგებული აქვს. დრო. დანია. ეს სწორი პასუხია. მე მგონია სამოყვარულო დონეზე ოლიმპიადა, სამოყვარულო ოლიმპიადაზე აქვს რაღაც ისო წარმატებული. არა, ანუ მანამდე ხომ მოყვარულები თამაშობდნენ ოლიმპიადაზე, მაგრამ აბა რა დავუჩა. მოდი ქართველები დასავლეთ ევროპაში. ქართველები დასავლეთ ევროპაში. 80-იანების მიწურულს დინამოს ოქროს თაობის ტრიომ, რამაც შენგელიამ, საურ სვანაძემ და თენგიზ სულაქველიძემ კარიერა ამ ქვეყნის ჩემპიონატში განაგრძო. შვედეთი. სწორია, მეათე ქულა, 6-ის წინააღმდეგ და ეს რაუნდი შენია. 1-1 საერთო ანგარიში ჩვენ გადავდივართ მეოთხე რაუნდზე. გამარჯობა, ჩემი სახელია, რომელიც ყველა ვარიანტში გამოავლენს თამაშში გამარჯვებულს, რადგანაც მეოთხე რაუნდი ფრე არ მთავრდება ჩვენი წესებით. მეოთხე რაუნდი, გამარჯობა, ჩემი სახელია, გადაწყვეტს მესამე სეზონის ჩემპიონის ვინაობას, რადგანაც ეს უკვე გადამწყვეტია პენალტების სერიაზე ვეღარ გავალთ. ეს რაუნდი ფრედ არ მთავრდება, ანგარიში არის 1-1 და ვინც მოიგებს, ის იქნება გამარჯვებული. დაასახელეთ 1-დან 5-მდე, ასახელებს ტატო. რენდომაიზერს მივანდობ რა. იმიტომ მე ჩემი დრო ვირჩევ ხოლმე არ არსებობს. 4. 4, კი ბატონო. მეოთხე პაკეტი ჩვენ თამაშობთ თემაზე. საყრდენი ნახევარმცველები. არ ვიცი, რა გითხრათ, რა გაგაფრთხილოთ, ყველა წესი იცით, არაფერს არ ვიტყვი. ერიდეთ გამინუსებას, დანარჩენი ორივე ძალიან მაგრები ხართ. ხართ ფინალში და ამით იგებთ მაგარ პრიზს. ნუ სახელს და დიდებას თავისთავად. დავიწყოთ. 1978 წელს ბობ პეისლის სკოთური ტრანსფერების ტრიუმვირატი შევკარი. ლივერპულთან ერთად იმდენი ტიტული მოვიგე, პოლ პოგბას ლანძღვისას მედლები მაგიდაზე ბრჭყალებში. ჩემი საყვარელი გრამსუნესი. ეს სწორი პასუხია +10 ქულა. შეკითხვა 2. ისევ თამაშობდი ფერგიუსონმა ჩემს ბუცებში მაგნიტის არსებობა ივარაუდა. UEFA-ს ვერსიით 1999-2000 საკლუბო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ. მამა ენაცვალ. რედონდო. ფერნანდო რედონდო. სწორი პასუხია. 20-0 გაიჭერი წინ. შემდეგი საყრდენი ნახევარმცველი ლისაბონში თავიდან დიდად არ მენდობოდნენ და კინაღამ ალ ნასრში აღმოჩნდი. ჩემი თავი ლონდონში ვიპოვე, როცა მარკო სილვას გუნდის ნახევარდაცვის მთავარი კაცი გავხდი. პალინია.
ჟოაო პალინია, სწორი პასუხია. დატო გაიღვიძე. შემდეგი. სახელი, რომლითაც მსოფლიო მიცნობს, ფიფქიას ერთ-ერთ ჯუჯას უკავშირდება. არეირას ბრაზილიის ნაკრების ნაკლებს ანახაობრივი და დაცვითი თამაში ჩემთან ასოცირდება. პასადენაში მუნდიალის თასი მე აღმართ. პასადენაში მუნდიალის თასი მე აღმართე დუნგა. დუნგა სწორი პასუხია. 4 სწორი პასუხით 40 ქულა გაქვს. წინ კიდევ საკმარისი რაოდენობაა შეკითხვებისა იმისათვის რომ დააგამბეკო. შემდეგი შეკითხვა. კარდიფ სიტიმ ჩემს ტრანსფერში იმ პერიოდში სარეკორდო თანხა 11 მილიონი გადაიხადა. ყველაზე მეტი მატჩი ინტერში ჩავატარე. სულ ბურთზე ვარ დაგეშილი. გარი მედელი. გარი მედელი სწორი პასუხია, რა ჩაგერთო? ბუცებში მაგნიტი. 5 კითხვა გაქვს აღებული, ჯერჯერობით არც ერთი, მე მაქვს დარჩენილი 5 შეკითხვა. ნუ ერთი დამატებით იმ შემთხვევაში თუ 5-ვე შენაიღე. ანუ თუ ამ შეკითხვაზე ისევ გაბროიღებს, მაშინ თამაში წაგებული გაქვს. შეკითხვა. შეიძლება გადამწყვეტდეს ყურადღებით. კინშასაში დავიბადე, თუმცა მალევე საცხოვრებლად პარიზში გადავედი. გალისიიდან სამეფო კლუბმა წამიყვანა. შენი პასუხია? კლოდ მაკელელე. შენი პასუხია კლოდ მაკელელე. მაგიდის დერბის მესამე სეზონის გამარჯვებული, გაბრო, ყოჩა, ღილოცავ. შეიხარ ჩემპიონი მესამე სეზონის, ეს იყო მაგიდის დერბი და აქვე შენი პრიზი. თამაშის დასაწყისში პირდაპირ 5-ით გადმოგცემ. Citroen C3 ევროპაბეთ სპორტისგან დაწესებული პრიზი. ბრავო! დატო გილოცავ, კარგი თამაშისთვის დიდი მადლობა და შენი პრიზიც აქვე მაქვს. აი აქვე გადმოგცემ. გადმოგცემ PlayStation-ი, Sony, ინებე. ესე მოპედივით 2 მაქვს უკვე. რაც მეტი უკეთესი. დიდი მადლობა. კარგი თამაში იყო, კარგი სეზონი გამოვიდა, ახალი ჩემპიონი ყავს. ალექსანდრე გაბრიჩიძე, ორჯერ შენი ყავი ჩემპიონი, ერთხელ შენ, 2-1 ჩემპიონობაში, რა თქმა უნდა. გამოიწერეთ ევროპოპის არხი, რომ არ გამოგჩეთ. კარგი თამაშები, კარგი ინტერვიუები, კარგი ანალიტიკა და ყველაფერი, რაც ევროპოპზე კეთდება, რა თქმა უნდა. ალექსანდრე გაბრიჩიძე, გამარჯვებული მაგიდის დერბის მესამე სეზონის. მადლობთ. უნდა გამყოლო მოდაზე ძალიან, მაგრამ ალბათ ისაა, რომ შინაგანად მართლა შეგუებული ვიყავი, რომ სადღაც უნდა წამეიღო რა. ჩემი საყვარელი პოზიციაა ფეურის ჩამშრელი ნახევარმცველები. და ალბათ მაგანაც მიშველა, ხო, ბავშვობიდან მოყოლებული ეგრე არის. მართალია ჩემი თლაც საყვარელი ხალხი არ ამოსულა კითხვებში, მაგრამ ნუ ფინალში რომ გამოვიდოდი, ამას წარველოდე, მთელი სეზონის განმავლობაში რომ ვამბობდი რაღაცეებს, კი არ თავს კი არ ვიზღობდი მართლა და 5 წუთის გამო კი არ ვამბობდი, მართლა ეგრე მეგონა და შესაბამისად დღესაც გონდა ის განწყობა დიდი ალბათობით წავაგებდი, ან ჩემთვის ხა გაბროიყო ფავორიტი ამ ფინალში. მესამე უნდა ვითამაშოთ აუცილებლად, ისე ვერ გადავწყვეტ ვერაფერს. 1-1 არის ახლა ჩემსა და დადოს შორის. მესამეც სათამაშო გვაქვს აუცილებლად. აი ისიც Citroen თბილისის ცენტრში შემოაბიჯა მაგიდის დერბის ახალი ჩემპიონი ალექსანდრე გაბრიჩიძე. როგორ ახარ? კარგი, ჩემ? გილოცავ. მადლობა. ევროპაბეთ სპორტის მიერ დაწესებული Citroen C3 ოფიციალურად შენია. ნახოთ, შიგნით როგორ მოგეწონება? ბატონო. ტაჯიკი. შვიდობაში კიდევ ერთ. მადლობა. მოიცი, გადაცემაში რომ მითხარ, წარება არ ვიციო. მართალია? მოსწარი იმის მე. არა. მოდი დაქოქოს მაინც გასწო. დიდი მომენტი დადგა. აგერ სტარტ-სტოპი. ღილაკი, ერთხელ ვაჭერთ, ჩაირთო მანქანაში გაყვანილობა. მუხრუც დააჭირე, ფეხი და გედოზდეთ. და ეხლა დააჭირე სტარტს და დაიქოქებო, მიდი. ეგ არის, მოიქოქა. მარტივია. ეგ არის და ეგ. ეხლა ნამდვილად შენია ეს მანქანა. აკამდე არ იყო. ამდენი ხანი მესწავლა, ბევრად მარტივი ყოფილა ვიდრე მეგონა. მადლობა.